Almevit ძვირფასო მეგობრებო, წაროს კუთხე არის ჩემი გოგდი პირადი კონსულტაცია პასპასენ და ნახოთ ისაც აინტერესებს ფინანსები როგორ იქნება პირველი, მეორე, მესამე ვარიანტი დღეს ასე გავაკეთოთ პირველი, მეორე, მესამე პირველი ვარიანტი ასეთი სირენის ფერია, ხო? მეორე ვარიანტი ყვითელი და მესამე ვარიანტი წითელი სანთელი. ვინც ჩაიფიქრა პირველი ვარიანტი. აუცილებლად იქნება ნახეთ კმაყოფილება, გამარჯვება შესაძლებელია ელოდებით რამე თანხებს და აუცილებლად შემოგივა და მიიღებთ. ან შესაძლებელია ეს დახმარების სახით იყოს, საჩუქრის სახით იყოს ყოველ შემთხვევაში კარგი ფიქსირდება ის ვარიანტი, რომ რაღაცა დახურული იყოს გზებიან, რამე პირიქით ხანდახან გაგვდეთ ყოფაში ან ეჭვიან რაღაც გაწუხებ ჩინაგანად, მაგრამ მე უფრო გეტყოდით, რომ მაგ ცოტა მეტი მოინდომეთ, ან უბრალოდ შესაძლებელია სამსახურს თუ ეხება ეს საკითხი მოძებნოთ მოდის, ხო? ან კონკურენტუნარიანი გახდეთ, ან უბრალოდ როგორ არის იცი მეტი ენერგია ჩადოთ, შრომა, ხო, არ არის გამორიცხული აქ ახალი რაღაცაც მოიფიქროთ. მოფიქრებასთან დაკავშირებით. ყოველ შემთხვევაში აქ შემოდის ჩემოკარგებო, რამე ბლოკი და ესე ვთქვათ არ არის, ძალიან კარგი ნაყოფიერება გექნებათ, მე ასე გეტყოდით. რაც ხო, ცოტა დრო გჭირდებათ აუცილებლად ღვთისწყალობა და აი როგორი რაღაც იცი და აი გაიხარეთ სურვილის დიდი ასრულება, კარგი შენაძენი სხვათა შორის. ეს არის ღირებული ხოლმე, რო ვიცი ხანდახან აი ესეთი თქმა რაღაცა ძვირფასის შეძენა. ქონებრივის უფრო ეს შიში და ეს ნახეთ როგორ არის იცით მოიშორეთ შესაძლებელია აქ უფრო მეტი რაღაც შეიძლება გაკვეთილის გადიხართ რაღაცას ეს ეტაპიც დამიფიქსირდა, ხო? მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნაყოფიერება, გაძლიერება, სიხარული წარმატებას ნახეთ, ღვთისწყალობა, სურვილის ასრულება და ესეთი პოზიციაში დამიფიქსირდით პირველი ვარიანტი ძალიან კარგი არის, მე ასე გეტყოდით. მეორე ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრა თქვენ შემთხვევაში, როგორ იქნება? ელოდებით, როდის ესე იგი თქვენს ქუჩაზე გამოანათებს მზე. თითქოს მიდიხართ მაგ წარმატებისკენ, აი მიდიხართ ნაბიჯ, მაგრამ ამავე დროს გადაღლილიც ხართ მეორე ვარიანტთან, როგორ იქნება? ფინანსური ენერგია ცოტა შენელებული თემა გაქვთ, მაგრამ ნახეთ რა არის გადამკვლელი სამუშაო გიფიქსირდებათ. გადამკვლელი სამუშაო ეს არ არის ის თემა, რომ ნახეთ ასე უნდა იყოს აუცილებლად, ხო? აი რატომ არის მე მაგალითად მეორე ვარიანტი ახლა თუ კი ნამდვილად ამ პოზიციაში ხართ, გამოვიკვლევდი სიტყვაზე, რატომ დაუშვათ ესეთი სამსახური არის და რატომ ამთხელა ნახეთ ჯაფის ხარჯზე გიწევთ და გადაღლის ხარჯზე გიწევთ თქვენ საკუთარი დაუშვათ მოთხოვნილების, რესურსების, რაღაცების დაკმაყოფილება, ხო, სურვილების. კი შეგიძლიათ, მაგრამ აი მე უფრო მგონია, რომ დიდი შრომის ფასად, დიდი ქაოსის ხლაფორთის ფასად, აი გაჭირვებით რომ გამოდიხართ კრიზისიდან. და აი ძალიან დიდი ისევ გავიმეორებ გადაღლის ფონზე, ხო? კი არა და თითქოს ფიქრობთ, რომ სწორი მიმართულება, სწორი რაღაცა, მაგრამ მე აქ მაინც მგონია, რომ თქვენ უნდა გაიაროთ დიაგნოსტიკა. ნუ შესაძლებელია ახლა ბედად ღვთა ვიღაცას ესეთი რამე, რომ ყველაფერზე თვითონ დაიშრომოს, ყველაფერი თვითონ შექმნას, ხო? ესეც ესე ვთქვათ ერთგვარი
თანდაყოლილი ბედი არის, მაგრამ ყველაფრის შეცვლა შეიძლება შემოკარგებოდ, ცოტა რომ გაამარტივოთ, ხო? მაინც მგონია რომ აქ ცოტა პრობლემურია მდგომარეობა არის თქვენთან და ეს საკითხი უნდა როგორ არის იცით გაარკვიოთ. როგორ შეიძლება სიტყვაზე მოაგვაროთ უფრო მარტივი გზებით ეს ყველაფერი. რა უნდა გააკეთოთ ამისთვის? მეორე ვარიანტისთვის ეს არის, არის კი ბატონო, მაგრამ აი ესეთი შრომის ფასად, ხო? ძალიან დიდი შრომის ფასად. თუმცა კმაყოფილება, ხვავი და შემოდინება მაინც თანხების არის კი ბატონო. მესამე ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრა ეს სანთელი ამ შემთხვევაში. არიცით საიდან მოაგრო ეს თანხები თუ საიდან რა მოახერხოთ, როგორ გამოხვიდეთ კრიზისიდან. მესამე ვარიანტი თითქოს იცით რა არის გართულ და ხო აქ ესეთი რაღაცა არის თვითონ აჩერებთ იცით ამ მდგომარეობას იცით რა სხვა განეძებთ პრობლემები მე ვფიქრობ თქვენში არის მესამე ვარიანტი. იმიტომ რომ არის შესაძლებელია ბევრ რამეს აკეთებთ, ყველაფერს ეჭიდებით, ხო? ასევე რაღაცა თავს იკავებთ იმ დროს, როდესაც პირიქით უკვე შეგიძლიათ შემოაბრუნოთ ბედი თქვენს საკეთილ დღეოდ, ხო? კმაყოფილება ზოგადად გიფიქსირდებათ, უკმაყოფილო მდგომარეობა მაინც არ არის, მაგრამ ნახეთ, მაინც მგონია რომ რაღაცა ესე თავის ჭყლეტვის პოზიციაზე სულ ტყუილ უბრალოდ ხართ, აი რა უკნა რაღაც თვითონ ქნით ბარიერს, მოდი ასე ვქნათ. აი დავუშვათ ეხლა მანძილი გაქვთ გასავლელი, ხო, გასაგებია, მაგრამ ეხლა მანძილზე წვიმა დაიწყოს, მერე ან სიცხე იყოს, ან რაღაცა და რა გავალებთ, მერე გაივლით დავუშვათ ამ მანძილს და იტყვით, რომ ესე სწრაფად მათ თუ მოგვარდებოდა არ მეგონა. რაღაცა თვითონ ვქნით ბარიერებს შემოგვარდებოდა ძალიან ეს როგორ არის არა და შინაგანი ხმა ვფიქრობ, რომ გეუბნებათ, რომ არა, ასე არ არის და პირიქით ყველაფერი გამოვა და ყველაფერი შეიცვლება. აქ გიფიქსირდებათ ის მომენტიც, რომ შეიძლება ფიქრობდეთ თავიდან ან რაღაცა ესე დაწყებას რაღაცისას, ხო? ნახოთ აბა როგორ გამოვა. გამოგივათ, აუცილებლად აქ ძალიან კარგი ენერგიებში გადახვალ და როგორ არის, იცით? ძალიან კარგი არის ადამიანის კმაყოფილების გრძნობა, რომ უჩნდება, ან თუნდაც დაბალანსებულ ენერგიებში, როდესაც აღმოჩნდება. ხო, არ არის რა ესეთნაირად რაღაცაზე აკვიატებული ან განრისხებული ან აი ეს დაბალანსებული ენერგიებში გადადიხართ თან. კმაყოფილება მე ღვთისწყალობა თქვენთანაც არის ჩემკარგებო. თუ გეგმა გაქვთ დაუშვათ და მე ვფიქრობ, რომ აქ თქვენ ამ წუთში თუ არ გაქვთ ძალიან მალე შეიმუშავებთ კი ბალანსი, რაც მოგიტანთ თქვენ წარმატებას. ხო, ეს გეგმა როგორ არის, იცით? ძალიან გამართლებული იქნება. კი ბატონო, ძალიან გამართლებული იქნება. იცით რა არის? თითქოს კი ამდენი ხანი ეს რაღაც თავის ჭყლეტვა და ეს ბარიერებს ქმნიდით საკუთარ თავში, მაგრამ თქვენ მაინც გადაწყვიტავთ და რაღაცა ისე იზამთ, რომ მოდი თავიდან დავიწყებ. მე უფრო ასე მგონია. ან შევცვლი დავუშვათ სამსახურს, ან შევცვლი ახალ სამსახურს ან მდებარეობას კაცო, ქალაქს თუ რაც არის ქალაქი ახლა მთლად. ვისთან როგორ ან თქვენს მიდგომებს არ აქვს მნიშვნელობა. აი მაინც თავიდან შეიძლება ახალი საქმე არ იყოს ეს, მაგრამ მაინც რაღაც ახალი ენერგია მიფიქსირდება. რაც სხვადასხვა იქნება წარმატებული და უფრო წარმატებული. მანახე ერთი წარსულში უფრო ვიყავით, აწი უფრო წარმატებული. არა, წარსულშიც თქვენ როგორ არის, იცი, მთლად ესე არ ყოფილიყართ, მაგრამ რაღაცა ეხლა არის ის ეტაპი, რომ შეიძლება შეჩერდით მომენტალურად, ხო, რაღაც მოხდა მაინც აქ. ან ეხლა რა ვქნას თემა გჭირთ, ხო? მოირგეთ, მაინც მე სიტყვებს ისეთ ვაგდებ აქ, რომ შეგიძლიათ ეს ყველაფერი იმას ქნათ.
თქვენს თავზე გადაიტანოთ. სხვა რა შემიძლია გროგროგიდება ნახე. სწრაფი ცვლილებები, კომუნიკაცია, ძალიან დიდი სიხარული. აი საქმე რაშია, იცით, თქვენ გაქვთ იმის ნიჭი გაქვთ, რომ სუსტად ისე შემოაბრუნოთ ეს ფინანსური მხარე. თქვენ როგორც გსურთ, როგორც გინდათ სიტყვაზე, ხო? მე ასე გეტყოდით, კი, გამოგივათ ეს ყველაფერი, ეს იქნება, როგორც იცი, შეიძლება იყოს ეტაპობრივად აქ რაღაცის გაკეთება. დავუშვათ თუ ღალია და გასასტუმრებელი შეიძლება ნაწილ ეტაპობრივად. ახლა მე რაღაცას გეტყვით, ერთი ადამიანს ესე ქონდა ვალი და აქვს და მოკლედ ვთხარი ესეთი რაღაც, რომ ბიჭო, შენ რას უყურებ ამ თანხის შეგროვებას? დავუშვათ, გაქვს 10,000, 20,000-ია, 30,000. არ აქვს მნიშვნელობა, რამე 5,000 შეიძლება ადამიანისთვის 1000 ლარიც იმხელა თანხაა, რომ წლიდან წლამდე აგროვებდეს, ხო? ამ შემთხვევაში და ისტუმრებდეს ბანკს და ახლა ვიცით, რომ ბანკი პროცენტები ბევრი მიაქვს, ვიდრე ძირი. და ამ შემთხვევაში ესეთი რაღაც ვუთხარი, უყურებ მაგას, როდის შეაგროვებ თანხას შენ ბოლომდე. იმიტომ რომ ეს მაინც ისეთნაირად ხდება, ახლა ადამიანები ვართ, სადღაც მიფრინავს ეს თანხები. შეუძლებელია, რაც არ უნდა ანაბარი გახსნა და ეს მაინც არის ის შესაძლებლობა, რომ გამოიტანო და დაიხარჯოს. ან ვიღაცა მოგადგება ზოგი ვარს ვერ ეუბნებით, არას თქმა ვერ ისწავლეთ და ესეთი რაღაც ვთქვარ, 500 იპოვე დღეს 500 შეიტანე, 200 იპოვე 200 შეიტანე წინ სწრებით, მართალია წინ სწრებასაც არ მიაქვს იმაზე მეტი პროცენტი, ვიდრე თქვენ ერთიანობაში გაქვს გადასახდელი. ნახეთ, ერთიანობაში დავუშვათ გაქვს 500 ლარი გადასახდელი. წინ სწრებითაც იგივეა, ახლა ჩამოაგრა 20 ლარიოზე, რაღაცა იგივე 500 ლარი გამოდის, მაინც კაი 20 ლარით მეტი. არ არის მეტი სხვაობა, არ არის ჩემო კარგებო, ხო? და ამიტომ გააკეთე წინ სწრებით. თავიდან გამიწია წინააღმდეგობა, არა და რაღაცა და მაგი პროცენტი და იცი რა არის? უფრო მოგებრუნოთ ერთხელ დამიჯერე მეთქი და გააკეთა ესეთი რაღაცა. ადგა და ერთ თვეში შეიტანა რაღაცა 5,000 ჩამოაკლო, მეორე თვეში რაღაცა ესე 15-ის და ახლა ამის წინ მეუბნება, ვაიმეო, გავანახევრე ბანკის ვალიო, ესე გავაკეთე და ეს იგი რა ქვია, დამჩა ძალიან ცოტა უკვე შესატანი და ისეც ძალიან მალე დასრულდება და ისე მიხარია და რაღაცა. ანუ მომგებიანი აღმოჩნდეს ნაბიჯი. აი აქაც თქვენს ნახეთ, ნაწილ შემოდის აკეთობა თანხები და არ არის ეს დიდი თანხები, ხო? და გაქვთ რაღაც გასაკეთებელი. აი ესეთი ხერხით შეგიძლიათ გააკეთოთ ამ შემთხვევაში, თქვენც შეგიძლიათ ეს გამოიყენოთ წინ სწრებით, მერე ისეთნაირათა 24 საათში ისევ შეგიძლიათ წინ სწრებით გააკეთოთ, ხა თუ ასე სწრაფად შემოგდით თანხების სიტყვაზე, თუ არა და როგორადაც არის. და საბოლოო ჯამში ნახეთ, როგორი რაღაც არის, ან შეიძლება გჭირდებოდეთ გარკვეული თანხა და ცოტა შემოდის და ამას ვერ გრძნობთ თავიდან და ნერვიულობთ. არა, აქ მანდა მაინც არ გიჩანთ ნერვიულობა, მაგრამ ნურნულს ნერვიულებთ, იმიტომ რომ ბოლოში გამოჩნდება უკვე ეს ყველაფერი, მერე რო დაიანგარიშებ, რამდენი რაღაცა გამიკეთებია, გავისტუმრე მომენტალურად, გავისტუმრე. ესეთი რაღაცები ხდება ხანდახან ადამიანი იმდენად არის გადართული და ჩართული აი ამ მუღამში, ნახეთ, როგორ გაისტუმროს ფული, ვერც აფიქსირებს, რომ უკვე მივიდა ფიქსი. ეს ერთი მხრივ კარგია, იმიტომ რომ ის შეგრძნება, რა გავისტუმრებ, მერე შეგრძნება ყოველთვის ადამიანს როგორ არის, იცი, უკან ხევს. იმიტომ რომ მერე გადადის ხვალ, ზეგ და მერე არ გამოდის. მოდი ამას ვიზა მერე მაგას. არა, მერე არა. დღის წესრიგში რო დააყენებთ საკითხს, უკვე აქ ნახეთ როგორ არის ის საკითხი მოგვარდება, რასაც დღის წესრიგში დააყენებთ. მე აქ ზუსტად ეს მიფიქსირდება, სხვათა შორის აქ იქნება, როგორ იცით, შესაძლებლობები, აი რაღაც სხვადასხვა ვარიანტები, პატარ-პატარა წვრილი. ყოველ შემთხვევაში თქვენი ინტერესები კმაყოფილდება, რაც ძალიან დიდ სიძლიერეს მოგიტანთ, ძალიან დიდ სიძლიერეს და საქმე იცი რაში არის, აი ძალიან კარგი არის ადამიანი უკვე ისეთ ენერგიებში გადადის, რომ ნახეთ, მშვიდდება,
შვიდდება, მერე ყველა უყვარდება და ასე შემდეგ, ხო? იმიტომ რომ ხანდახან არის ადამიანი იმ დონეზე განიცდის ამ ყველაფერს, ნახეთ, აგრესიაც მეტი აქვს, არც ის პირადი უნდა, არც ის დაქალი უნდა, არც ის მეზობელი უნდა და არავინ არ უნდა, იმიტომ რომ ახლა თავისი ხელა პრობლემები და ისე განიცდის შინაგანად, ხო? აი აქ ეს მომენტი არის თქვენთან, მე ვფიქრობ, რომ პარალელურად შესაძლებელია უბრალოდ ძალიან კარგ ენერგიებში გადახვიდეთ, ან პირადიც კი გაიხსნა შემდეგ, ხო? ხდება ხანდახან ესეთნაირად, რომ ერთმანეთზე რაღაცნაირად არის აკინძული პირადი და ეს რა ქვია, ფინანსური მდგომარეობა. მე გეტყოდით, რომ გამარჯვება, ანუ აი სიძლიერე გახარება თქვენი ინტერესების დაკმაყოფილება, გეშინიათ, არანაირად ეჭვი არ შეიტანოთ რამეში, მოდის საბოლოო პასუხი, მაინც თუმცა აღარც არის საჭირო, კი თქვენ შეძლებთ თანხების დაგროვებას, ცოტათ რო გჭირდებათ, ცოტათ რო გჭირდებათ, აქ ყველაფერი მოგვარდება, ჩემო კარგებო. მესამე ვარიანტი. აი ნახავთ თქვენ თქვენ რომ მოგწყინდებათ ალბათ ამ პოზიციაში ყოფნა და რაღაც ეს ქაოსი და აი გადაწყვეტა всё, უკვე მე უნდა ვიმოქმედო, გადავდგა ნაბიჯი, ყველაფერი შემოbrunდება. ასე რომ თქვენზე არის ეს წარმატება, ასე რომ ვთქვათ, დამოკიდებული. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მალე ეს ყველაფერს გადაწყვიტავთ და გამოდიხართ მაგრად შეჩერების თუ ესე ფიქრის რეჟიმიდან და რეჟიმიდან. მე რა თქმა უნდა გისურვებთ წარმატებებს თვითონ თქვენთაგანს. თქვენი წარმატება, ჩემი წარმატებაც არის, ჩემო კარგებო. იცოდეთ და რა თქმა უნდა ვხარობ იმით, რომ როდესაც ვგებულობ, რომ რაღაც უთხარი რაღაც რჩევა ჩავწერე და აი გავითვალისწინე ნინო და ან დამეხმარა ეს საჭირო დროს რაღაც ისეთ ინფორმაცია მოვისმინე და დღეს დავუშვათ უკეთესად ვარ, ხო, უკეთესად ვგრძნობ თავს. გისურვებ წარმატებებს, დაგემშვიდობებით დროებით.